ნახეთ რამდენი ვნახეთ, აი. რამდენი ვნახეთ. ვერ დაიჯერებთ ზუსტად 3 საათში ჩვენი სახლიდან არც თუ ისე შორს. ვნახეთ 10 კილოგრამის სოკო. ტექნოლოგია. ამ ვიდეოში გასწავლით თუ სად შეიძლება ამოვიდეს სოკო და სად უნდა ეძებოთ ტყეში კონკრეტული სოკოები. ასე რომ ბოლომდე უყურეთ, დარჩით ბოლომდე ვიდეოზე და დეტალურად აგიხსნით სად უნდა მოძებნოთ ტყეში სოკო. მოკლედ დილით 6 საათზე ავდექით. წავედით ჩვენი დიდი ტრაქტორით და რამდენიმე ძაღლით სოკოს საძებრად და თავად შეაფასეთ. ეს არის ჩვენთან ეძახიან სოკო ჭეჭკეტა. სხვა სოფლებში ეძახიან ჭადუა, ჭადუა, ჭადა. და რავი, ყველა სოფელში თითქმის განსხვავებული სახელი აქვს და ძალიან გემრიელი სოკოა და რძიანი სოკოა სხვათა შორის. და ამოდის ძირითადად თხილნარში ფესვების გაყოლებაზე. მეტნაკლებად იულის საპროგნოზო სოკო არის. საპოვნად. იმაზე მარტივი საპოვნელია ვიდრე. მოკლედ ეს თავგადასავალიც გადაგვხდა ტყეში, შუაგზაში, ეგრეთ წოდებული დიფერი გაედო კუნძულს, მიწის კუნძულს და სამწუხაროდ გაიჭედა ჩვენი ტრაქტორი, არა და ჩემი ძმა მანამდე ძალიან აქებდა ტრაქტორს, რომ ჩემი ტრაქტორი ყველგან. თუმცა საბედნიეროდ მალევე ამოვედით, ხერხის ჯობია ღონესაო, ტროსით მივიმაგრეთ ხეზე და ეგრეთ წოდებული დონგრატის პრინციპით ამოვქაჩეთ ამ მიწის კუნძულიდან ჩვენი ტრაქტორი და გავაგრძელეთ უფრო დიდი ტყის ტექნოლოგია. მიქელა, მიკლოა. ყველაფერს ეძახიან. ეს არის არყის სოკო, რომელიც არ აკვავს, იმიტომ რომ არ გვიყვარს. აი ეგერაც არის პატარა არყა. არ აკვავს, იმიტომ რომ რთული საკეთებელია და არც გვიყვარს და არც მუღამი არ აქვს პრინციპში. რამდენი დაგროვდა ნა? ჩვენი ერთგული ცუგოები ყველგან მოუგზდებდნენ და ყველანაირ წინაღობას ჩვენთან ერთად ძლევდნენ. სოკო ბღავანა. ჩვენთან ეძახიან ბღავანას. იმიტომ რომ წითელი ფერი აქვს და ბღავის. იოლი საპოვია, იოლად ჩანს და ამიტომ ეძახიან ბღავანას. ხო და ფუჭდება ძალიან მარტივად, ძალიან მალე და ამიტომ არავის არ აყავს. იმიტომ რომ ძალიან მარტივად მალფუჭებადი სოკო არის სოკოთა შორის. მოდი. ახლა კადრებს ვათვალიერებდი და კიდევ უფრო გავაანალიზე, რომ რამდენად ლამაზია ტყე, რომელიც ჩვენი სახლიდან ძალიან ახლოს არის და გარდა იმისა, რომ სოკოს საძებრად ვიყავით, მართლაც ერთი დიდი სიამოვნებაა ამ ბუნებაში ტყბობა და პირველი ასოციაცია, რაც გონებაში მოდიოდა არის ის, რომ ევოლუციის ფონზე, ადამიანის და კაცობრიობის განვითარების ფონზე რამდენად დაშორდა კაცობრიობა ტყეს, ბუნებას და რამდენად შორს დასახლდა ტყიდან ადამიანი. ფოთლებში. აი ასეთ შქმერებში იცის. სოკო წითელმა, აი ასეთი არის შქმერი. ამათი იცის ამოსვა, როგორც წესი. სამწუხაროდ ახლა არ არის ამოსული. სავარაუდოდ უფრო მეტი დარი უნდა.
და გუშინ არ იყო კარგი მოწმენდილი და ალბათ ამ დღეებში წამოვა. მოკლედ ასეთი იყო ჩემი სოფლური ვლოგი Mercedes-ის რულით. თუ დაინტერესდი, გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდგომ ვიდეოებში ასევე ძალიან საინტერესო სოფლურ ვლოგებს შემოგთავაზებ.